ამ ვიდეოში გაიგებთ, როგორ კეთდება სპინალური ანესთეზია, ანუ ანესთეზია, როდესაც გაუტკივარება ხდება ზურგის ტვინის დონეზე და პაციენტი ვერ გრძნობს მაგალითად ქვედა კიდურებს და შეუძლია მთელი პროცედურის განმავლობაში ეღვიძოს. პირველ რიგში, რაც ყველაზე მთავარია, ექიმმა უნდა მონიშნოს სწორი დონე ხერხემლის მალების, რათა არ მოახდინოს ზურგის ტვინის ფუნქცია, ანუ ის არ დააზიანოს. აი ამ ილუსტრაციაზე უფრო მარტივად ჩანს ეს ყველაფერი, აი ეს შავი ზოლი, რომელიც მალების პარალელურად მოდის, არის ზურგის ტვინი, რომელიც მთავრდება დაახლოებით მეორე-მესამე წელის მალის დონეზე, აი აქ და შესაბამისად მის ქვემოთ კეთდება პუნქცია, რათა არ მოხდეს ზურგის ტვინის დაზიანება და ამით გამოწვევა სხვადასხვა ნევროლოგიური დეფიციტების. შემდეგ რა თქმა უნდა ხდება ამ არეალის დამუშავება ანტისეპტიკით, რათა არ მოხდეს ბაქტერიების შეტანა და ინფექციის შეტანა პირველ რიგში ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და აი უკვე აქ იწყება პუნქცია და პუნქციის დროს როგორც ხედავთ ეს ნემსი გაივლის სხვადასხვა იოგებს და აი უკვე ეს ყვითლით აღნიშნული არის ტვინის მაგარი გარსი, რომლის გავლის შემდეგაც უკვე შეიძლება ანესთეტიკის შეყვანა. იქ შეყვანილი საანესთეზიო საშუალება ბლოკავს აი ამ არხებს, ესენი არის ნატრიუმის არხები, რომლებიც ზურგის ტვინის ნერვულ ბოჭკოებში იმპულსის გავრცელებას ბლოკავს და აფერხებს. შესაბამისად, დოზიდან და კონცენტრაციიდან გამომდინარე, კონკრეტული სეგმენტის ქვემოთ ზურგის ტვინში მგრძნობელობა დაკარგულია. პაციენტი შესაბამისად ვერაფერს ვერ გრძნობს.